Კვანცა დილამშვიდობის და გელოდებით და ველოდებით დილამშვიდობისა საქართველოს მოგესალმებით. წამყვანება მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ორშაბათია და ტრადიციულად გარემოს ეროვნული სააგენტოდან გიერთდებით. გასულ კვირას ქვეყნის მასშტაბით ისევ არამდგრადი ამინდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იყო მზიანი დღეები, მოიმატა ტემპერატურამ. კვირის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოვიდა ძლიერი ნალექი. როგორი ამინდი გველოდება მიმდინარე კვირაში, რას უნდა ველოდოთ ამ კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამას უფრო ვრცლად გვეტყვის დოდო გვაზავა გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზების განყოფილების უფროსი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. დავიწყოთ აღმოსავლეთ საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ კვირის მეორე ნახევარში იქ მოვიდა უხვი ნალექი, როგორი ამინდია მოსალოდნელი მიმდინარე კვირაში. ამ კვირის ამინდს 13-დან 19 ივლისის ჩათვლით განაპირობებდეს იქნება კვლავ ატლანტიკის ოკეანიდან გადმოსული ევროპის ტერიტორიაზე. ყინთავი ციკლონები ქვია ამას, მათთან დაკავშირებული შედარებით გრილი და სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედება, ამიტომ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი ამ კვირასაც. დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის ნავარაუდები, შესაძლებელია ზოგან აღინიშნოს სეტყვა. რაც შეეხება 14-ში დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, მაღალი არის ალბათობა სეტყვის ღრუბლების განვითარების, ამიტომ შესაძლებელია რომ უკვე 14-ში საღამოს საათებისკენ ზოგან ცოტა ინტენსიური წვიმა აღინიშნოს ელჭექთან, სეტყვასთან და დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებასთან. ხოლო უკვე 15 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ნალექის ინტენსივობა შესუსტდება, მაგრამ უკვე 16-ში კვლავ დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონშია მოსალოდნელი ხანმოკლე ხასიათის წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც და ცვალებადი მიმართულების ქარის გაძლიერება. რადგანაც 16-მდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობდეს იქნება აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დაახლოებით 31-დან 34 გრადუსამდე, კვირაც ჩამთავრდება ხანმოკლე ხასიათის წვიმებით უმეტეს რაიონში აღმოსავლეთ საქართველოში. გადმოვინაცვლოთ მაშინ დედაქალაქში და აქ როგორი ამინდი არის მოსალოდნელი მიმდინარე კვირაში. აქაც უნდა ველოდოთ ნალექს და რა იქნება ჰაერის ტემპერატურა. იგივე სინოპტიკური სიტუაცია განაპირობებს დედაქალაქის ამინდსაც. დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 31-დან 34 გრადუსამდე მოსალოდნელი. რაც შეეხება უკვე 14 ივლისს, აქ დღის პირველი ნახევარი იქნება ცხელი, ტემპერატურა შენარჩუნდება 31-34, უკვე დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. 15-ში დედაქალაქში იქროლებს დრო გამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ამიტომ უნალექო ჩაივლის დღის ბოლომდე საღამოს საათებისკენ შესაძლებელია უკვე 16 რო იწყება ამ დროს დედაქალაქის ცალკეულ რეგიონში განვითარდეს ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით, რაც შენარჩუნდება თითქმის 17-18 ივლისსაც, კვირასაც თითქმის 19 ივლისსაც გამოდარება დედაქალაქშიც არ არის მოსალოდნელი. ნუ ეს იქნება მართალია, მზეც იქნება ღრუბელიც, ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებებით და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურაზე მარტო 15-ში დაიკლებს 1-2 გრადუსით მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში, კვირის ბოლომდე შენარჩუნდება იგივე 31-დან 34-მდე. გადავინაცვლოთ მაშინ დასავლეთ საქართველოში, იქ როგორი ამინდი არის მიმდინარე კვირაში მოსალოდნელი. ამ კვირაში განსაკუთრებით სანაპირო რაიონებში ეს აჭარის ტერიტორიას ეხება, აქ ზღვაზე ყოველდღე არ იყოს წვიმა, ცალკეულ დღეებშია მცირე ხანმოკლე ხასიათის წვიმა. უფრო მეტად ძლიერი მოსალოდნელია მთაგორიან და კავკასიონის ქედის მიმდებარე რეგიონებში, ეს ეხება უფრო მეტად სამეგრელოს მთიან რაიონებში შესაძლებელია იყოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა, დრო გამოშვებით ძლიერი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მომატება დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი არ არის, შენარჩუნდება გასული კვირის მაქსიმალური ტემპერატურა 32 გრადუსის გამოდარების შემთხვევაში. დასავლეთ საქართველოში აღნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ კვირის ბოლოს აქ სანაპირო და კოლხეთის დაბლობზე მცირე ზოგან შეიძლება იყოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით და უფრო ინტენსიური წვიმა კვლავ და კვლავ მოსალოდნელია კავკასიონის ქედის მიმდებარე რეგიონებში.
მადლობა ამ მომწურავი ინფორმაციისთვის. მე კი ვეტყვი მაყურებელს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გიერთდებოდით და როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან მიმდინარე კვირაშიც ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, კვირის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ნალექი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში. მე გემშვიდობებით და გისურვებთ ბედნიერ დღეს.